მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობა უახლოეს მომავალში განახლდება. დღეს მეტროსადგურის შეჩერებული სამუშაოებით თბილისის მერმა გიგი უგულავამ მოინახულა და სამუშაოების განახლების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, კომპანია, რომელიც ტენდერის პირობებს დააკმაყოფილებს, სამუშაოებს ახალი წლიდან განაახლებს. თბილისის მერის განცხადებით, მეტროსადგურის მშენებლობის დასრულება 21 თვეში იქნება შესაძლებელი. მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ. მისი განცხადებით, მეტროსადგურის მშენებლობის განახლების პროექტი უკვე არსებობს, ექსპერტების მიერ პროექტი დადებითად არის შეფასებული. პროექტის დაფინანსებისთვის აზიის განვითარების ბანკიდან შესაბამისი თანხა უკვე გამოყოფილია. აი ესეც ზუსტად იგივე რამ არის, რაც შემოვლითი კინდა. აქაც 70% გაკეთებული იყო და 93 წელს გაჩერდა და დღეს 2013-ში ვიჟელობთ მის აღდგენაზე და მადლობა ღმერთს, რომ ამას ვახერხებთ. მადლობა მინდა მუნიციპალურ განვითარების მაშინდელ ხელმძღვანელობასა და ეხლანდელ ხელმძღვანელობას ვთქვენ, რომ ამ პროექტს არ აჩერებენ ახალი წლიდან 21 თვეში მაქსიმუმ. აქ უკვე უნდა იყოს ახალი სადგური, რომელიც მთლიანად ამ უბანს მოემსახურება და ეს ინიციატივა არის და პროექტის მზად არის. ჩვენს მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა ტექნიკური თვალსაზრისით შეისწავლა მეტროსადგურის მშენებლობის პროექტი, დადებითი დასკვნა, აქედან გამომდინარე უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი აზიის განვითარების ბანკიდან, შესაბამისი დაფინანსება გამოყოფილია და ეს მეტროსადგური გაკეთდება.